უწყვეტი პროტესტი კი ქვეყანაში და რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქებში უკვე 20 დღეა გრძელდება. ამ წუთებში ტურიზმის ადმინისტრაციის შენობასთან არიან შეკრებილები, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები. ჟანა აყოფაშვილი შემოგვიერთდება იქიდან პირდაპირ ეთერში. ჟანა, გისმენთ. დიახ, მიშა, სანაპიროს 4 ნომერში ტურიზმის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ ვართ ახლა ამ წუთებში ჩვენ, სადაც შეკრებილები არიან სასტუმროების წარმომადგენლები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, გიდები, რომლებიც წლებია ამ სფეროში მუშაობენ და ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ქუჩაში გამოიყვანა იმ ბრაზმა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ. ეს ადამიანები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ის რის გამოც მათ წლები იმუშავეს, რომ ყველას გაეცნო ქვეყნის კულტურა, ტურიზმი, დღეს ქართული ოცნების რუსული რეჟიმი აკარგვინებს ამ ასე რომ ვთქვათ იმ შრომას, რომელიც მათ გაწიეს წლების განმავლობაში. ახლა ჩემთან ერთად იმყოფება სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი. ბატონო შალვა, გთხოვთ რომ მობრძანდეთ. წინა დღეებში თქვენ საუბრობდით, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი არის დაკეტილი, ჯავშნები უქმდება და ბიზნესი არის თვითგადარჩენის რეჟიმში. რატომ? ვინ მიიყვანა აქამდე ეს სფერო? პირველ რიგში მინდა აღვნიშნოთ, რომ ტურიზმის სექტორში აი ამდენ ადამიანს რომ სალია, ეს უკვე ძალიან ცუდია და ადამიანები, რომლებიც ეხლა უნდა მუშაობდნენ და გარეთ არიან, ეს უკვე ძალიან ცუდია და მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებით თბილისის ცენტრალურ რაიონებში აბსოლუტურად სარიელია სასტუმროები. ამ ეტაპისთვის 2-3 ოთახიანი დატვირთვით მუშაობენ სასტუმროები და ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ეხლა აქვს სასტუმროებს, ეს არის პერსონალთან ურთიერთობა და ძალიან დიდი საშიშროება იმის, რომ სასტუმროები ვერ შეინახავენ თავის პერსონალს და ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება დარჩეს უკვე სამსახურის გარეშე ამ ახალწლების პერიოდზე, რაც კიდევ ერთხელ მიდაუშვებ, ყველაზე დიდი წუხილია ჩვენი ამ ეტაპისთვის. თქვენ ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის წლები იმუშავეთ და გვახსოვს თქვენ 19 წლიდან ამ სფეროში ვარ. 1999 უკვე 25 წელია ტურიზმის სფეროში მუშაობ. კი ბატონო, და ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო აღმოჩნდა ქვეყანა ამ მდგომარეობაში, ხომ? ტურიზმის სფეროს გულისხმობ კონკრეტულად. აი, გითხარით, იკვეთება თუ არა ქართული ოცნების გადაწყვეტილებები, ასე რომ ვთქვათ. ამ ეტაპისთვის მინდა ვთქვა, რომ 2019 წლის გავრილოვის ღამის შემდეგ ტურიზმის სექტორი აბსოლუტურად არის ესე ვთქვათ რესურს დაკარგული მთლიანად. მადლობა. სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილს უსმენთ თქვენ, რომელიც პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებას. თამუნა თანდაშვილი არის ახლა კიდევ ერთი ჩვენი სტუმარი. თამუნა, გითხარით, აი რატომ ხართ ქუჩაში, რატომ გამოходით ამ სფეროს წარმომადგენლები? უკვე მეორედ გამოდივართ ქუჩაში. 4 დეკემბერს პირველი აქცია გაიმართა ტურიზმის ინდუსტრიის ადამიანები, რომლებიც გააერთიანა საერთო პრობლემამ, კრიზისი ქვეყანაში, რომელიც ავტომატურად მოქმედებს სფეროზე. ის სფერო, რომელიც მართლა მუხტ ჩაუხრელად ამდენი წელი მუშაობს ქვეყნის დასაპოზიციონირებლად საერთაშორისო ბაზრებზე. ესენი არიან ადამიანები, გიდები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროებში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალური ძალისხმევა ჩადონ ქვეყნის წარმატებისკენ სავალ გზაზე და 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის და ხალხის მისწრაფებას იყოს დიდი ევროპული ოჯახის წევრი. არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ კარგავთ ქართველობას, ამით ამ კარგავთ იდენტობას, ამ კარგავთ რაიმე ისეთ ღირებულებას და ფასეულობას, რომელზეც მთლიანად ჩვენი ქვეყანა არ არის დაფუძნებული, არამედ იმიტომ, რომ გვყავდეს სტრატეგიული პარტნიორები, ვითარდებოდეთ ნორმალური ტემპით, ვიყოთ ევროპის ის ნაწილი, რომელიც საინტერესოა ევროპისთვის და არა დავკარგოთ იერსახე და გავხდეთ ჩრდილოეთ კორეა, რომელთაც დაინტერესებული არც ერთი სხვა ქვეყანა არ იქნება. ჩვენი საერთო პრობლემა ის ძალადობაა, რომელიც განხორციელდა და ხელმეორედ გამოვედით, იმიტომ რომ ვერ ვხედავთ პროგრესს, ვერ ვხედავთ რომ დაპატიმრებული, უკანონო დაპატიმრებული ადამიანები არიან ისევ იმ სტატუსის ქვეშ, არავითარი გზა, ხიდი, საჯარო და კერძო სექტორს შორის სალაპარაკოდ აღარ არსებობს.
დროა ყველა ერთად გაერთიანდეს და სათქმელი თქვას. ჩვენი ხმა ისმის, ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენ არ ვართ რიცხვები, ციფრები, არც ერთი ადამიანიც რომ იდგეს და აპროტესტებდეს, ამასაც ლეგიტიმური თავისი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ეს ხალხი ახლა შეუერთდებით პარლამენტის წინ სტუმარ მასპინძლობის ჩვენ კოლეგებს და იმ პარტნიორებს, რომელთან ერთადაც ტურიზმის სფერო მთლიანად მუშაობს ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა თქვენ უსმენთ თამუნა თანდაშვილს თავისუფალ დემოკრატიულ გარემოში არჩევნების ჩატარება და იმ ახალგაზრდების გათავისუფლება, რომელიც რუსულმა ოცნებამ, ხელისუფლებამ, რუსულმა რეჟიმმა დააპატიმრა აქციებზე. და მინდა გითხრათ ასევე ის, რომ სასტუმროების წარმომადგენლებთან ერთად აქ იმყოფებიან გიდებიც, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ტურისტებთან, რომლებიც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში და ეცნობიან ჩვენს კულტურას, სამზარეულოს და ასე შემდეგ. ალექსანდრე გიორგიძე არის ახლა ჩემთან ერთად. ბატონო ალექსანდრე, რომ გითხრათ, აი კონკრეტულად ეს სფერო რომ დავანებო თავი სხვა სფეროებს, აი რა საფრთხის წინაშე დადგა და სადამდე მივიდა ეს ბიზნესი ქართული ოცნების გადაწყვეტილებების გამო? გვაქვს მყისიერი ეფექტი ზამთარში ტურების გაუქმება ან გადავადება, ნაწილობრივი ან სრული, ეს ერთი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია და უფრო პესიმისტურია გრძელვადიანი გეგმები. არ ვიცით როგორ იქნება 2025 წელი. ძალიან გვიმძიმს და გავთვალოთ, ვერ ვყიდით ტურებს, იმიტომ რომ შესაძაც მე არ ვიცი რომელი სასტუმრო იმუშავებს, რომელი დაიხურა. იქიდან გამომდინარე რა სიტუაცია დადგა და დადგება, თუ ეს დარჩა ასე, ამ შემთხვევაში მოკლედ ეს იქნება ძალიან მძიმე დარტყმა ტურიზმისთვის, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნისთვის. მაგრამ აქ უკვე აღარ ვსაუბრობ ჩვენ მხოლოდ ტურიზმზე, აქ უკვე გვაქვს იმხელა უფსკლული ხელისუფლებასა და ხალხს შორის, რომ უკვე ევროკავშირზე და მაღალ იდეალებზე და რაღაც კონკრეტული სფეროს ყოფნა არ ყოფნაზე აღარ არის საუბარი და რაც დრო გადის სულ უფრო იმოკლებს და იჭრის უკან დასაბრუნებელი გზას ხელისუფლება და რა საუბარზე უნდა იყოს ლაპარაკი, როდესაც მაქსიმალურად ვთქვით, რომ რაღაც მარგინალიზაცია მოახდინოს ყველა იმ ადამიანის თუ სფეროში თუ იმ ადამიანების ჯგუფის, რომელიც გამოხატავს თავის ამართლიან პროტესტს. იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ხვდებით ეხლა ადამიანი, რომელიც ზის რაღაც კაბინეტში და რაღაც გეგმებს აწყობს, ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენ მუშაობთ, ჩვენ ყოველდღე ჩვენ მეგობრებთან, პარტნიორებთან, უცხოელებთან გვაქვს ეს კონტაქტი და ხვდებით რა პერსპექტივებზია საუბარი და აქედან გამომდინარე, რა ვიცი, თუ დროზე არ მოხდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა პატიმრის უპირობოდ გამოშვება და მსჯელობა იმაზე, რომ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. და ხანაირად ალბათ ვერც ხედავთ თქვენ გამოსავალს ამ პირობებში. ამ ქართული ოცნების პირობებში. ხო, რა თქმა უნდა, როდესაც იმდენი რამე გააფუჭეს უკვე და მე ვიცი და ჩემს საახლობლო სამეზობლო სანათესა, რომელიც მათ ვიცი რომ მოწნებას მისცა ხმა, ესეთი ადამიანები ძალიან ნანობენ ამ ყველაფერს და ბატონებო, თქვენსავე ამ მრჩეველს და იმ ხალხსაც კარგავთ, რომელიც მათ თქვენ დაგტოვათ ხელისუფლებაში. დიდი მადლობა ალექსანდრე გიორგიძეს უსმენთ თქვენ. როგორც მოისმინეთ, მთავარი მოთხოვნა აქ მყოფი მოქალაქეების არის თავისუფალი არჩევნების ჩატარება და იმ ახალგაზრდების დროულად და დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რომელიც ქართული ოცნების რუსულმა რეჟიმმა დააკავა პროევროპულ აქციებზე. ამ წუთებში უკვე ემზადებიან ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, ისინი წუთი-წუთზე მსვლელობით გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე, სადაც ახალგაზრდები და სტუმარ მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილი.